როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ვაშლების და ფორთოხლების რაღაც რაოდენობა და მე მაქვს ესეთი კითხვა. როგორ შეეფარდება ვაშლების რაოდენობა ფორთოხლებისას? ახლა, შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც. დავთვალოთ რამდენი ვაშლია, აშკარად არის 1, 2, 3, 4, 5 და 6. 6 ვაშლი, ესე იგი 6 და შემდეგ დავთვალოთ რამდენი ფორთოხალია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ესე იგი 9 ფორთოხალი გვაქვს. 6 და 9. ახლა ეს, რადგან მე მეკითხებიან როგორ შეეფარდებაო, ერთის მხრივ შემიძლია სიტყვიერად ვთქვა, რომ 6 შეფარდებული 9-სთან, მაგალითად. ან შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ 9 ფორთოხალზე მოდის 6 ვაშლი. ან შემიძლია დავწერო აი ესეთი სახით. 6 და 9, აი ასე. გამოყვა იმ ორ წერტილით, რაც ნიშნავს, რომ პროპორცია, ასე ვთქვათ, ამათ შორის არის 6 9-სთან. ახლა ეს მე შემიძლია ცოტა გავამარტივო კიდეც, იმიტომ რომ 6 და 9 იყოფა 2-ზე, არა იყოფა 2-ზე, 3-ზე იყოფა 2. ესე იგი, 2 იყოფა 3-ზე, თუ გაყოფ 2-ზე 3-ზე რა იქნება? 6 გაყოფილი 3-ზე მომცემს აქეთ 2-ს და 9 გაყოფილი 3-ზე მომცემს 3-ს. ესე იგი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი 3 ფორთოხლისთვის მოდის, ყოველ 3 ფორთოხალზე მოდის 2 ვაშლი, ან შემიძლია ისევ აი ამ ანალოგიური ჩანწერით გავაკეთო, აი ესე. ეს არის 2 შეფარდებული 3-თან. 2 3-თან. ანუ პროპორცია არის 2 3-თან. მართლაც თუ დავუკვირდებით, ყოველი ჯგუფი რომ ავიღოთ, აი ესეთი ჯგუფი, რომ ნახოთ, აქ არის 2 ვაშლი და 3 ფორთოხალი, აი ამ ჯგუფშიც არის 2 ვაშლი, 3 ფორთოხალი და ამ ჯგუფშიც არის 2 ვაშლი და 3 ფორთოხალი. ახლა შეიძლება კითხვა პირიქით იყოს დასმული, მაგალითად, აი ესე. როგორ შეეფარდება ფორთოხლების რაოდენობა ვაშლებისას? ანუ შეაბრუნეს რა კითხვა. აი ესე. ახლა აქ რას ვიზამ? პირიქით ავდგები და ვიზამ, რომ მაქვს და გადავთვლი, რომ მაქვს 9 ფორთოხალი, ესე იგი აქ მექნება 9 და 6 ვაშლი. 6 ვაშლი, ესე იგი 9 და 6. და დავწერო, მაშინ შეფარდება არის 9 6-თან, ან ისევ და ისევ ესენი შემიძლია გავამარტივო და ვთქვა, რომ ეს არის იგივე რაც 3 2-თან. ანუ ეს რას მეუბნება შინაარსობრივად? ეს მეუბნება, რომ ყოველ 2 ვაშლზე მოდის 3 ფორთოხალი და მართლაც მე რომ ავიღო ნებისმიერი 2 ვაშლი, მაგაზე მოდის 3 ფორთოხალი. 2 ვაშლი, 3 ფორთოხალი. 2 ვაშლი, 3 ფორთოხალი.